იყო დრო, როდესაც საქართველოში ყოველგვარი სასამართლოსა და პროკურატურის გარეშე აგვარებდნენ სადავო საკითხებს. ზოგჯერ ხმალი ჭრიდა დავას. ზოგჯერ მუშტი. ზოგჯერ კი უხუცესთა საბჭო. შუა საუკუნეების მეთოდები შუა საუკუნეებშივე დარჩა. მუშტს, ხმალს და უხუცესთა საბჭოსაც გამოუჩნდა შემცვლელი სასამართლოს სახით. 21 საუკუნეში კი სასამართლოსაც გამოუჩნდა ალტერნატივა. დღეს უკვე შეიძლება ნებისმიერი სადავო საქმე სასამართლოს გარეშე მოგვარდეს, მაგრამ არა კანონის გვერდისავლით. კანონს კვლავინდებურად არ ზინავს, მაგრამ მასთან ურთიერთობა მარტივდება. საქართველოში სასამართლო დავების გადაწყვეტის ახალი მეთოდი მედიაცია ინერგება. მედიატორი ლათინური წარმოშობის სიტყვაა და შუამავალს ნიშნავს. პროცესს, რომელსაც მედიატორი წარმართავს, მედიაცია ჰქვია. იგი კონფლიქტის მოგვარების ერთ-ერთი ყველაზე ჰუმანური საშუალებაა, რომელსაც დავის ალტერნატიული გადაწყვეტა ეწოდება. თუ სასამართლოს მივმართავთ სადავო საკითხის გადასაჭრელად, იგი ეცდება დაარწმუნოს მხარეები, რომ მათი შეთანხმების მიზნით საქმეში მედიატორი ჩაერთოს. Გარემოები რაც საქმეში მიმდინარეობს და მე გასაგებია რომ მედიატორი შეძლებს რომ პროფესიონალს ასწავლოს დავა გასაგებია. ამის შემდეგ მოდავე მხარეები მედიაციისათვის სპეციალურად გამოყოფილ ოთახში გადაინაცვლებენ. მედიაციის მთავარი მიზანია დაპირისპირებული მხარეები ურთიერთსასარგებლო შეთანხმებამდე მიიყვანოს, აღადგინოს და შეინარჩუნოს სოციალური ურთიერთობები. მედიატორი დამოუკიდებელია, იოლად ინარჩუნებს საღაზრს და მოლაპარაკების მონაწილე მხარეებს ეხმარება მიაღწიონ შეთანხმებას უფრო სწრაფი და მოკლე გზით, ვიდრე ამას მხარეები დამოუკიდებლად შეძლებენ. მედიატორი განხილვაში მონაწილეობს როგორც შუამავალი. მედიაციის პროცესის წარმართვისას კანონზე არ საუბრობენ, რადგან ამ შემთხვევაში ირკვევა არა დავის საგნის კანონიერება თუ უკანონობა, არამედ კონფლიქტის საფუძველი და მხარეთა საჭიროებანი. პროცესს ესწრებიან ადვოკატებიც. განხილვა კი თავისუფალ ატმოსფეროში მიმდინარეობს. მოლაპარაკების მაგიდაზე შემოდგმული ყავა და ნამცხვარი იმდენად მყუდროდ და კომფორტულად გაგრძნობინებთ თავს, რომ შეიძლება სასამართლო საერთოდ დაგავიწყდეთ. მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს შეწყვიტონ აღნიშნული პროცესი და საქმე განსახილველად კვლავ სასამართლოს დაუბრუნდება. მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება კი უკვე იძულების წესით მოხდება. სამართალ წარმოებასთან დაკავშირებული ყველა პროცედურა გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული. რაც მეტია პროცედურა, მით მეტია ხარჯი. სასამართლო მედიაციის დროს კი არავითარი დამატებითი ხარჯი არ წარმოიშობა. მედიაციას, ისევე როგორც ყველა მოვლენას, საკუთარი უარყოფითი და დადებითი მხარეები გააჩნია. ნაკლები ხარჯები, სისწრაფე, კონფიდენციალურობა, მხარეებს შორის ურთიერთობის შენარჩუნება, ორმხრივი სარგებელი, მოლაპარაკების წარმართვა თავისუფალ გარემოში. ეს მედიაციის დადებითი მხარეებია. ხოლო რაც შეეხება უარყოფით მხარეებს, უნდა ითქვას, რომ საქმის გადაწყვეტა არ არის გარანტირებული და მეორე მხარე შეიძლება არ დათანხმდეს მედიაციის პროცესში მონაწილეობა. მედიაცია არის დავის განხილვის ალტერნატიული მეთოდი. მედიაციას გააჩნია ბევრი უპირატესობა. სასამართლო საქმის განხილვის პროცესთან შედარებით. კერძოდ მედიაცია არის კონფიდენციალური, სრულად. არის გაცილებით უფრო სწრაფი დროში და გაცილებით უფრო იაფი. თუ სტანდარტულად საშუალოდ საქმის განხილვა სჭირდება სამივე ინსტანციაში ერთობლივად იდეალურ შემთხვევაში 6 თვე, ჩვენთან მედიაციაში უკვე შეიძლება ერთ დღეშიც კი დასრულდეს დავა. და რაც ყველაზე მთავარია, დავის შედეგად მხარეები აღწევენ იმას, რომ მათი საომავლო ურთიერთობაც გამოსწორებულია. ანუ მოშე როდესაც ან იგებ სასამართლოში მიმართვის შემთხვევაში, მედიაციის დროს შეიძლება ყველა შემთხვევაში მოიგო, ორივე მხარემ მოიგოთ. მედიაციის ინსტიტუტის მთავარი პრიორიტეტია მხარეების ჩართულობა საკუთარი საქმის მოგვარების პროცესში. მისი ფართოდ გამოყენება ხელს უწყობს სახელმწიფო რესურსების დაზოგვას, რაც საბოლოოდ მართვსაჯულების ხარისხზე აისახება. Чувствуете тепло?